მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ვნახოთ დღეს თუ როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები, მოდით ვნახოთ 2 თვის განმავლობაში. ვარიანტი გვექნება სულ 2. დავარიგებ ახლავე ვარიანტებს და ვნახოთ აბა პირველ რიგში რა მდგომარეობაში არის ახლა თქვენი ფინანსები და როგორ განვითარდება. კარგით, ვნახოთ აბა რა მდგომარეობაში არის ახლა პირველი ვარიანტის ფინანსები და რა ენერგიებში არის ახლა მეორე ვარიანტის ფინანსები. პირველი ვარიანტი ასეთი ქვა გვაქვს, მეორე ვარიანტი ასეთი ქვა გვექნება. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, რომელიც მეტად გიზიდავთ, რომელიც მეტად გეძახით და ვნახოთ რა ენერგიებში არის ახლა თქვენი ფინანსები და შემდგომ რა თქმა უნდა როგორ განვითარდება. იმიტომ რომ საჭირო არის ჯერ ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე, ხო? პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, შეგახსენებთ ასევე რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად, მეგობრებო, აუცილებლად მოიწონეთ ჩემი ეს პოსტი, ჩემი გვერდი, ვისაც არ გაქვთ მოწონებული. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენთან რა ხდება ახლა, რა ენერგიებში არის თქვენი ფინანსები, არკანის სამსჯავრო. პირველ რიგში ახლა სამყარო და უზენაესი ძალები აშკარად აკვირდებიან ყოველ თქვენს ქმედებებს, აკვირდებიან რაში მიდის თქვენი ფინანსები, რამდენად სწორად და რამდენად სამართლიანად განსაზღვრავთ, რამდენად სამართლიანი ხართ უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის მიმართ, რამდენად კარგად აფასებთ საკუთარ შრომას, რამდენად სწორად გასცემთ თქვენს ფინანსურ ენერგიებს. და აქ აშკარად ხედავ იმასაც, რომ ძალიან ბევრი თქვენგანი ვერ აფასებს სათანადოდ საკუთარ შრომას, ან ძალიან არასწორ ადამიანებში მიაქვს თავისი ფინანსური ენერგიები. პირდაპირ ვიტყვი, პირველი ვარიანტი ძალიან ბევრი თქვენგანის რეალობაში ფიგურირებენ პარაზიტები, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ თქვენს კისერზე, თქვენს ხარჯზე, რაღაც გარკვეული დონით, გააზრებულად თუ გავაზრებულად ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა და რეალურად ამ ადამიანებს თავადაც კი შეუძლიათ რომ იშოვონ ფინანსები, მაგრამ რატომღაც თქვენგან მიაქვთ ფინანსური რესურსები და თქვენ ამის უფლებას აძლევთ. და ზუსტად ამის გამო დიდი შანსია რომ ფინანსური პრობლემები გექმნებოდეთ პირველი ვარიანტი. განსაკუთრებით ეს აქტუალური იქნება მათთვის, ვინც არის მაგალითად ემიგრაციაში. არაფერი საწინააღმდეგო რა თქმა უნდა არ მაქვს ამ კუთხით, უბრალოდ სამწუხარო ძალიან ხშირი არის დღევანდელ რეალობაში რომ კონკრეტული ერთი ოჯახის წევრი მიდის საზღვარგარეთ და სხვები არაფერს არ აკეთებენ ხოლმე, თუმცა ისიც ცხადი არის რომ ყველა ასეთ სიტუაციაში არ იქნებით, ვინც პირველი ვარიანტი აირჩიეთ, უბრალოდ სადღაც არასწორ ადამიანებში წაიყვანეთ თქვენი ფინანსური ენერგიები. სადღაც ზედმეტად ბევრი დახარჯეთ არასწორ ადამიანში, ან არასწორ ადამიანებში. ამიტომაც კარგად გადახედეთ თქვენს ირგვლივ მყოფებს, კარგად დაფიქრდით, სად არიან პარაზიტები, დაფიქრდით თქვენ რატომ ფიქრობთ რომ არ იმსახურებთ უფრო მეტ ფინანსურ ენერგიას, იმიტომ რომ იცით არ მინდა ახლა ვჟღერდე ისე როგორც სტანდარტული ვითომ და კოუჩი ინფლუენსერი, რომლებიც ამბობენ რომ აი იცით მე მდიდარი გავხდი, იმიტომ რომ მედიტირებდი და ნე. ვერთო ჩემ ამაზე ყოველთვის ძალიან მეცინება, მაგრამ ნახეთ, ყველაფერი რა თქმა უნდა ყოველთვის იწყება შიგნიდან. და თქვენ თუ თვლით რომ თქვენ არ იმსახურებთ რაღაც ფინანსურ ენერგიას, ესე იგი ამის ანარეკლი იქნება თქვენს რეალობაში. და დაფიქრით, რატომ ფიქრობთ, რომ არ იმსახურებთ კონკრეტულ ფინანსურ ენერგიას? რატომ? თქვენ არ ხართ არც ცუდი ადამიანი, არც ცოტას შრომობთ და მეცაც ვიტყვი, ეს არის ერთ-ერთი ნეგატიური პროგრამა, რომელიც ადამიანების უმეტესობას გააჩნია. ბევრი ფული, ბევრი ფინანსური ენერგია ავტომატურად ძალიან ბევრ შრომას, არ ვიცი, გაგუდვას და სიკვდილს შრომაში არ ნიშნავს. არა ძვირფასო მეგობრებო. და ავტომატურად არც იმას ნიშნავს, რომ აი ბევრი ფული არ ნიშნავს არც ცუდ ადამიანს, არც ცუდ პიროვნებას, არც ბევრ შრომას და არც არაფერს მსგავს. კარგით, დავამატოთ არკანები და ნახოთ როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები. ეს იმიტომ გითხარით, რომ პირველი ვარიანტი ძალიან ბევრ თქვენგან ზუსტად ასეთი ნეგატიური პროგრამები გაქვთ, რომლებზედაც გჭირდებათ მუშაობა. როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის ფინანსები მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ნახოთ აბა. თასების პაჟი, გექნებათ მეტი მუზა, შემიძლია გითხრათ. განსაკუთრებით თუ თქვენი რაღაც საქმიანობა გაქვთ, თქვენი რაღაც პატარა თუნდაც ბიზნესი, ამ კუთხით იქნება აუცილებლად მეტი მუზა, მეტი შთაგონება, მეტი мотиваცია, მეტ დადებით ემოციას შეძლებთ, რომ ჩადოთ თქვენ საქმიანობაში. დავამატოთ არკანები, როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები 2 თვის განმავლობაში. არკანი კოშკი. გამოხვალთ თუ არა ამ სიტუაციიდან, რომელშიც ახლა ხართ?
იცით, ახლა რა სახის ფინანსურ სიტუაციაშიც ხართ, ამ სიტუაციიდან გამოსვლის შანსები მუდმივად გეძლევათ სამყაროსგან, უკვე თქვენზე არის დამოკიდებული, შეძლებთ თუ არა გამოსვლას, მაგრამ დიდი ალბათობით შეძლებთ. აქ სამყარო თქვენ მაქსიმალურად გვერდში გიდგებათ, უბრალოდ ის ყველაფერი, რაც მე აქამდე გითხარით, აუცილებლად გაითვალისწინეთ. და რაც შეეხება თქვენი ფინანსური ენერგიის განვითარებას, ფუნდამენტალურად უნდა ჩამოიშალოს თქვენი ნეგატიური პროგრამები, რაც კი გაქვთ ფინანსებთან დაკავშირებით. კარგად, ჩამოწერეთ და დაუსვით საკუთარ თავს შესაბამისი შეკითხვები, თუ რატომ ვფიქრობ, რომ მე კონკრეტულ თანხას, კონკრეტულ ფინანსურ ენერგიებს არ ვიმსახურებ. რატომ მგონია, ეს მართლა ჩემი აზრი არის, თუ ვიღაცამ შთამაგონა. თუ ჩემი აზრი არის, რატომ არის ეს ჩემი აზრი? საიდან წამოვიდა? რატომ ვფიქრობ, რომ არ ვიმსახურებ, ხო? იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ასეთი ნეგატიური პროგრამაა. რატომ ვფიქრობ, რომ ბევრი ფული მხოლოდ და მხოლოდ ანაფერისტებს აქვთ, ან ცუდ ადამიანებს, რატომ ვფიქრობ, რომ ბევრი ფული უდრის ავტომატურად ბევრ შრომას? გასაგებია, რომ ძალიან ბევრი ასეთი და ისეთი მაგალითი გვაქვს, მაგრამ მეგობრებო, ამ სამყაროში შეუძლებელი არაფერი არ არის. და თქვენ თავად უნდა იყოთ საკუთარი თავის მაგალითი. ნუ აკვირდებით სხვებს. ყველას გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური გზა, მათ შორის ფინანსებშიც. და ნახეთ, ეს სამაჯური გახლავთ ციტრინი და შუშა გარეული ერთმანეთში და რა თქმა უნდა ციტრინი, ნუ ვინც არის ის არის ფინანსური ენერგიის ქვა. ნუ ესე ზედაპირულად რომ გითხრათ და ესე ძალიან დიდ ნიშნად აღვიქვი, რომ აი უნდა ჩამოიშალოს, უნდა ჩამოინგრას აუცილებლად თქვენი ეს ნეგატიური პროგრამები. ამიტომაც უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე. რაც შეეხება ფინანსური ენერგიის განვითარებას, რა თქმა უნდა, აქ აუცილებლად შეძლებთ, რომ გამოხვიდეთ იმ სიტუაციებიდან, რომლებშიც ახლა ხართ. სამყარო აუცილებლად მოგცემთ ამის შანსს და მოუწიე კიდევაც უკვე თქვენთვის, მაგრამ აი მნიშვნელოვანია თქვენ თავად დაამუშავოთ საკუთარი თავი. იმუშავეთ არა შრომის კუთხით, ხო? ანუ ამას კი არ გულისხმობ იმას, რომ დაამუშავეთ საკუთარი თავი და დაუსვით საკუთარ თავს შესაბამისი შეკითხვები. ნუ აკვირდებით გავიმეორებ სხვების მაგალითს. სხვები არიან, სხვების რეალობა არის. თქვენი რეალობა მხოლოდ თქვენია. და სხვების რეალობაში თუ არიან, არ ვიცი, თუ ბევრი ფული უდრის ბევრ შრომას, ან არ ვიცი, ბევრი ფული ნიშნავს აფერისტობას, თქვენ ხართ. და თქვენ თავად აშენებთ თქვენს რეალობას. დაიმახსოვრეთ ეს პირველი ვარიანტი, პირველო ვარიანტი. სულ ეს არის მეგობრებო და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. გაგვიგრძელდა პირველ ვარიანტთან საუბარი და თქვენთან რა მდგომარეობა არის კვერთხების ოთხიანი. ნუ აკაშკარად ხედავ გარკვეულ სტაბილურობასა და სიმყარეს. შეიძლება ეს სტაბილურობა და სიმყარე არ იყოს თლად ისეთი როგორიც თქვენ გინდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში გარკვეული სტაბილურობა თქვენ აშკარად გაგაჩნიათ. პლუს ზოგი თქვენგანის რეალობაში აშკარად ფიგურირებს ის მომენტიც, რომ თქვენი ფინანსები მარტო თქვენი არ არის, ანუ აქ არის ოჯახის წევრთან, ან ოჯახის წევრებთან გაყოფა ფინანსური ენერგიის, ხო, მაგალითად შეიძლება თქვენს მეუღლესთან ერთად ნუ საერთო ბიუჯეტი გქონდეთ ოჯახში. ან შეიძლება რაღაც ისეთი სიტუაცია იყოს, რომ არა ოჯახი იყოს, არამედ მეგობართან ერთად ცხოვრობდეთ, ხო? ნუ რაღაც ასეთი ენერგია არის, გარკვეული სტაბილურობა, სიმყარე და თქვენ წარმოიდგინეთ ენერგეტიკული დაცულობაც გაგაჩნიათ. მეორე ვარიანტი, კიდევ ნახოთ რა ენერგიებში არის ახლა თქვენი ფინანსური ენერგიები. ნუ უფრო მეტად პოზიტიურ ემოციებში იხარჯება თითქოს თქვენი ფინანსური ენერგიები და ნახეთ არკანის სამართლიანობა ამოვიდა. ნუ პრინციპში ფიქრობ თქვენ ისედაც იცით რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა რადგანაც ამოვიდა ეს არკანი, ვალდებული ვარ შეგახსენოთ, რომ გჭირდებათ უფრო სწორი ფინანსური ენერგიების განსაზღვრა. უფრო სწორად უნდა განსაზღვროთ თქვენი ფინანსები, იმიტომ რომ სადღაც აქ აშკარად ვხედავ დისბალანსს. მაგალითად რაღაც მომენტებში ზედმეტად ბევრი ფინანსური ენერგიები მიდის სხვა ადამიანზე და პირველი ვარიანტის შემთხვევაში თუ პირველ ვარიანტში იგრძნობოდა პარაზიტული ენერგიები, აქ უკვე პარაზიტები კი ზოგი თქვენგანის შემთხვევაში არიან, მაგრამ უმეტესობასთან არ არიან პარაზიტები, უბრალოდ თქვენ თავად ზედმეტად ბევრ ფინანსურ ენერგიას გასცემთ კონკრეტულ ადამიანში ან ადამიანებში. ან რაღაც ისეთ რესურსებში, რომლებიც ამჟამად არ იმსახურებენ თქვენს ყურადღებას და თქვენს ფინანსებს. ნახეთ, აქ არის საჭირო ის, რომ იპოვოთ გარკვეული ბალანსი იმას შორის, რომ დატკბეთ თქვენი ფინანსური ენერგიით, ანუ დახარჯოთ, ნუ ხარჯოთ ცუდი სიტყვა არის. გასცეთ თქვენი ფინანსური ენერგია რაღაც პოზიტიურ ემოციებშიც, მაგალითად თუ თქვენ მოგინდათ ოდნავი ფუფუნება, რატომაც არა, იყიდეთ თქვენთვის სასურველი ან ჩანთან, არ ვიცი რამე გემრიელობა, ხო? მაგრამ ამავდროულად ზედმეტად ბევრი ფინანსები ამაში არ უნდა გაეცეს. ეს არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა გახსოვდეთ. და მოდით ახლა ვნახოთ, როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის ფინანსები მომდევნო 2 თვის განმავლობაში. ნახოთ აბა, როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის ფინანსები 2 თვის განმავლობაში. არკანი ეშმაკი. მეორე ვარიანტი ძალიან საინტერესო ენერგიები გაქვთ. არკანი ეშმაკი გვესტუმრა თავად
აქ არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ შეიძლება ჩემი კოლეგები მიყურებდნენ, პრაქტიკოსები და პრაქტიკოსები ალბათ უკვე მიხვდებოდით აქ რაც ხდება, მაგრამ სხვებისთვის გავაჟღერებ. მეგობრებო, თქვენი ფინანსური ენერგიები ამ 2 თვის განმავლობაში აუცილებლად გაიზარდება. თუ თქვენ ახლა ხართ რაღაც გარკვეულ ფინანსურ კრიზისში, თუნდაც ეს იყოს რაღაც ძალიან ოდნავი კრიზისი, იმიტომ რომ აქ რაღაც ძლავრ ნეგატივს ნამდვილად ვერ ვხედავ, თქვენ აუცილებლად გამოხვალთ კი არა ამ სიტუაციიდან, გამოხვალთ ძალიან გამარჯვებული და თქვენში აქ იღვიძებს ძალიან მძლავრი შემოქმედებითი ენერგია, შემოქმედებითი პოტენციალი. აქ იქნება აუცილებლად როგორც შთაგონება, როგორც მოტივაცია, ასევე ფინანსური ენერგიის საკმარისობა, როგორც მინიმუმ. აქ აუცილებლად იქნება ზრდა, ამა თუ იმ გზებით. ყველასთან ინდივიდუალური გზებით, რა თქმა უნდა, მაგრამ ამა თუ იმ გზებით დაიმახსოვრეთ მეორე ვარიანტი, აუცილებლად იქნება ზრდა. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის ფინანსები 2 თვის განმავლობაში. თანაც თქვენ ყავთ დამცავი ძალა, დამცავი რაღაც ენერგია, რომელიც იცავს თქვენს ფინანსებს ზედმეტად ბევრი ნეგატივისგან. პენტაკლების რაინდი, კვერთხების ცხრიანი. მეორე ვარიანტი, თქვენში ვხედავ რაღაც გარკვეულ შიშებს, თითქოს გეშინიათ იმის, რომ რაღაც ახალი სცადოთ, რაღაც ახალი გეგმა გაქვთ, რაღაც აზრები გაქვთ, მაგრამ აი შიშები გაქვთ, აი ეს ვცადო თუ არ ვცადო. ზოგადად მოდით ვიქნები მაქსიმალურად გულურსფელი, როდესაც ჩვენ გვეფიქრება რაღაცაზე, ვიყიდო თუ არ ვიყიდო, ამ დროს უმჯობესია რომ არ ვიყიდოთ, მაგრამ როდესაც ცხოვრებისეულად, აი კარიერაში გვაქვს ფიქრი იმის შესახებ, რომ აი რაღაც ვცადო თუ არ ვცადო, ძირითად შემთხვევაში უმჯობესია რომ ვცადოთ. და მეორე ვარიანტი, თქვენ რა სახის იდეებიც გაქვთ ახლა და რაზედაც ეჭვობთ, აი ვცადო თუ არ ვცადო, გავბედო თუ არ გავბედო, არ ვიცი, ჩავწერო თუ არ ჩავწერო, შევქმნა თუ არ შევქმნა, დიახ, გააკეთეთ. რა ფიქრები და ფანტაზიებიც გაქვთ, შეასრულეთ აუცილებლად თქვენს ფინანსებთან დაკავშირებით. და ნუ გეშინიათ ნურც ხალხის აზრის, ნურც აუდიტორიის უარყოფის, თუ რა თქმა უნდა სოციალურ ქსელებში მუშაობთ. თუ თქვენ გინდათ სამსახურში დაწინაურება, ნუ გეშინიათ უფროსთან მისulis და საუბრის, ნუ გეშინიათ. მეორე ვარიანტი, უბრალოდ ნუ გეშინიათ და რაზედაც ფიქრობთ გავბედო თუ არა, თამამად თავაწეული მიდით და გავედეთ. უბრალოდ მიდით და გავედეთ, იმიტომ რომ კი თავდაპირველად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არ მუშაობს, არ მოქმედებს, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არაფერი არ გამოგდით, მაგრამ აუცილებლად გამოგივათ. და მეცაც ვიტყვი, უმეტესობას არც კი მოგეჩვენებათ. დიახ, მესმის რომ ცოტათი გეშინიათ, მაგრამ გავედეთ. კიდევ ერთი არკანით მინდა დავაგვირგვინო, როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის ფინანსები. ხმლების რაინდი, არკანი ძალა. გავედეთ მეგობრებო, თქვენ ერთადერთი რაც გჭირდებათ, ეს არის შინაგანი ძალა. თქვენ ისედაც იცით, რაც შეიძლება გააკეთოთ, ვიღაცისთვის ეს არის რაღაც კონკრეტული იდეა, მაგალითად თუ თქვენ მუშაობთ სოციალურ ქსელებში, ან გაქვთ რაღაც თქვენი ბიზნესი, თქვენი ახსოვსე არის რაღაც გარკვეული იდეებით. თანაც საკმაოდ ნაყოფიერი იდეებით, მაგრამ ვერ ბედავთ. ზოგი თქვენგანი ფიქრობს გაბედოს თუ არა უფროსთან დაწინაურების შესახებ საუბარზე, ან რაღაც მსგავს. ნებისმიერ შემთხვევაში მოიკრიბეთ შინაგანი ძალა და თავდაჯერებულობა, ნუ გეშინიათ და გაბედეთ. თქვენი ფინანსები აუცილებლად განვითარდება საკმაოდ დადებითად, აუცილებლად იქნება აქ ზრდა, კარიერული წინსვლაც, ამიტომაც ნუ შეუშინდებით. გაბედეთ. მე კი ამაზე დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი. ყველას გისურვებთ წარმატებებს და კონკრეტულად ამ არკანს შეხედეთ ახლა და დაიმახსოვრეთ. თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ნუ გეშინიათ. ნახვამდის.